ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საზღვაო უსაფრთხოების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს. ინიციატივა 4 ქვეყნის სადაზვერვო მიმართულებით თანამშრომლობას და ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლის გაძლიერებას ითვალისწინებს. 4-ეულის მიზანია რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე თანამშრომლობა უფრო გააღრმავონ. ინდოეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო და ეკონომიკურ გავლენას აფართოებს, მხარეებს შორის ეს გაერთიანება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს საზღვაო უსაფრთხოების, მიწოდების ჯაჭვებისა და რეგიონული სტრატეგიის სფეროში თანამშრომლობისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ინდოეთს 4-ეულის შემდეგი ეტაპის მასპინძლობისთვის. ეს შეხვედრა ჩვენი ქვეყნების სანაპირო დაცვის ერთ სივრცეში, ერთ გემზე გაერთიანებას ითვალისწინებს. მიმდინარე მოვლენები მიგვითითებს, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც საზღვაო უსაფრთხოება შეფერხებულია. საზღვაო უსაფრთხოება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გლობალური საზღვაო ვაჭრობის 60% ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი არა მხოლოდ აქ წარმოდგენილი 4 ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ათობით ქვეყნისთვის. 4-მხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალი განზომილობა და ასპექტი აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასეთ პროგრესი ამ მიმართულებების მრავალ სფეროში და ამავე დროს ხელი შევუწყეთ ახალი მიმართულებების შესწავლას. იქნება ეს ეკონომიკური საქმიანობა, ენერგეტიკა, ვაჭრობა თუ საზღვაო კომერცია. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პენი ვონგის განცხადებით, მნიშვნელოვანია მხარეებმა გააძლიერონ თანამშრომლობა საზღვაო მეთვალყურეობის მიმართულებით, განსაკუთრებით ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული ენერგოკრიზისის ფონზე. რეგიონი მწვავე ეკონომიკურ წნეხს ებრძვის. ვიცით, რომ მსოფლიო უფრო არაპროგნოზირებადი გახდა, რომ ეკონომიკური არასტაბილურობა იზრდება. ისიც ვიცით, რა შედეგები მოაქვს ჩვენი რეგიონისთვის ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას. რას ნიშნავს ეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ეკონომიკებისა და ხალხისთვის. ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ძალისხმევას დიპლომატიური გზით მოგვარდეს პრობლემა. ნაოსნობის თავისუფლება და ენერგომომარაგების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა აღდგეს. ჩვენ ასევე ვაღიარებთ ნაოსნობის თავისუფლების პრინციპის შენარჩუნების მნიშვნელობას. 4-მხრივი შეხვედრებისას მხარეები ასევე შეთანხმდნენ ინდო-წყნარი ოკეანის ენერგოუსაფრთხოების ინიციატივაზე, რომელიც რეგიონში საწვავისა და ენერგომომარაგების ჯაჭვების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთ